მადლი და გაუგებრობა ჩვენი მსჯელობის ძირითადი საკითხია ის, რომ გამოსყიდვა არის ექსკლუზიურად ღვთის საქმე და შეუძლებელია მისი მიღება ადამიანური ძალისხმევით. ეს ჭეშმარიტება წითელ ზოლად გასდევს მთელ ბიბლიას. აი, გამოსყიდვა დაბადებიდან, კაენის შეცდომა, ღვთის გეგმა ადამიანის ჩარევის გარეშე დაიწყო ცოდვით დაცემისთანავე. ლეღვის ფოთლების უარყოფა, დაბადება 3. ადამის მიერ საკუთარი თავის დაფარვის მცდელობა, ლეღვის ფოთლებით არის ცრუ რელიგიის სიმბოლო. ადამიანის ძალისხმევა, კარგი საქმეები, რიტუალები, ვერ ფარავს ცოდვას. ტყავის სამოსი. ღმერთმა თავად უზრუნველყო საფარველი სისხლის დაღვრის გზით, ტყავის მოსაპოვებლად, რაც არის პირველი წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს მსხვერპლზე. კაენის გაუგებრობა. კაენმა, დაბადება 4, უგულებელყო ღვთის მიერ დადგენილი სიმბოლური პრინციპი, რომ ცოდვა მხოლოდ სისხლით ისყიდება. მან შეცვალა ღვთის გზა საკუთარი ლოგიკით, მიწის ნაყოფი, რაც უარყოფილ იქნა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ადამიანი საკუთარი ძალისხმევით საქმეებით მიაღწიოს ღმერთს. 2. სიმბოლოების გაგება, იესოს მსახურება. იესო ქრისტემ გამოიყენა ძლიერი მეტაფორები, რომლებიც ხშირად პირდაპირი, ხორციელული მნიშვნელობით იქნა გაგებული, ისევე როგორც კაენმა ვერ გაიგო მსხვერპლის სულიერი არსი. იესოს მეტაფორა, ფიზიკური გაგება შეცდომა, სულიერი ჭეშმარიტება, რწმენა, მე ვარ სიცოცხლის პური, პირდაპირი ჭამა კანიბალიზმის ბრალდება. რწმენით მიღება. იესო არის მარადიული სიცოცხლის ერთადერთი სულიერი საზრდო. ჩემი ხორცის ჭამა და სისხლის სმა, ფიზიკური მოქმედება, სრული ერთობა და მიღება მისი მსხვერპლისა. გაუთლელი ქვების სამსხვერპლო, ადამიანური ხელოვნების ჩარევა. გამოსყიდვაში ადამიანის ჩარევა შეუძლებელია. იესომ თქვა, სული არის ის, რაც აცოცხლებს, ხორცი არაფერს არ გიათ. იოანე 6, RADIO 6:3. ეს ფრაზა გვასწავლის, რომ ღვთის სიტყვა და მისი გამოსყიდვა სულიერი ჭეშმარიტებაა და არა ფიზიკური რიტუალები ან საქმეები. 3. გამოსყიდვა როგორც მადლი და საჩუქარი, მხოლოდ ღვთის პრეროგატივა. აბრაამისა და სარას მაგალითი, ისმაელის დაბადება, გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანები ცდილობენ თავიანთი ძალისხმევით, რწმენის მოღალატე ჩარევით, შეასრულონ ღვთის დაპირება, ისინი მხოლოდ პრობლემებს ქმნიან. გამოსყიდვა მხოლოდ ღმერთის საჩუქარია მადლი. დღევანდელი კაენის გზა. დღესაც ბევრი ადამიანი ცდილობს გადარჩეს საკუთარი კეთილი საქმეებით, რელიგიური რიტუალების სრულყოფილად შესრულება, სიკეთეების კეთება, ქველმოქმედება, რითაც ისინი საკუთარი თავის განდიდებას უფრო ცდილობენ ვიდრე ღვთის განდიდებას. გამოცხადების წიგნის გაფრთხილება. ისევე როგორც იესოს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა გვაფრთხილებს უნაყოფო რელიგიისგან, იესო აფრთხილებდა ფარისევლებს ყალბი შინაგანი სიწმინდისგან, გარეგნულად მართლები, შინაგანად ეგოისტები. IV. მშვიდობა და გაყოფა. იესო როგორც გამყოფ,